ვაკის სოფელი ახადი ელიაგზა ჩალახევი დუშეთის მუნიციპალიტეტის ის სოფლებია სადაც არ არის არც გზა ბოლო 20 წელია არ ყოფილა ელექტროენერგია და არც არასოდეს შესულა არც ერთი მობილური ოპერატორი ჩვეულებრივი ეგრეთ წოდებული ქალაქის ხაზიც კი არ არის ამაზედაც რა არაფერი ვთქვა როგორც ადგილობრივები ამბობენ ეს ის მთავარი პრობლემებია რომელთა გამოთაც სოფლებისგან ხალხი მიდის იცლება სოფლები ჩვენი გადამღები ჯგუფი ცოტაღნის წინ ვაკის სოფლიდან დაბრუნდა იქ საფხულში მხოლოდ 8 ხოლო ზამთარში კი მხოლოდ 3 კომბლი ცხოვრობს სოფლის მოსახლეობის უმეტესობა ასაკოვანია, თუმცა 24 წლის ნოდარ ტოხოსაშვილი უკვე 3 წელია ვაკის სოფელში მცირე მეურნეობას ეწევა. იგი დედასთან ერთად ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე მიწაზე მუშაობს, მოყავს ნატურალური პროდუქცია, რომელსაც შემდეგ თბილისში სოციალური ქსელის სამეშვეობით ყიდის. თუმცა ამის გამო რომ სოფელში სატელეფონო კომუნიკაცია არ არსებობს, ახალგაზრდა მეწარმეს თავისი პროდუქციის გასაყიდად მუდმივად უწევს დუშეთში ჩასვლა. ჩვენთან სტუდიაში არიან ხატია ყურაშვილი, კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრეზიდენტი და ჩაგვერთვება ასევე ბატონი შალვა წითელაური დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებული უკანაფშავში. ახლა მინდა შემოგთავაზოთ პატარა სიუჟეტი, რომელიც თაკო სონღულაშვილმა მოამზადა და შემდეგ სტუმრებთან ერთად გავაგრძელოთ საუბარი ამ თემაზე. ვაკის სოფლის პრობლემები ისე როგორც მთელი ხეობის დაახლოებით 7-8 სოფლის პრობლემები ეს არის საერთო პირველ რიგში ეს არის კავშირგამოვლების არ ქონა მობილური კავშირგამოვლების არ ქონა პირადად ჩემთვის იმიტომ რომ ძირითადად ჩემ პროდუქციას ვყიდი მე სოციალურ ქსელით და ამისთვის ჭირდება მე დუშეთში ჩატანა და შემდეგ ვინდან მომხმარებლამდე მიტანა ანუ სოციალური ქსელი იყო სათავეშოდ უკანაფშავს ფარადეს თლიანად უამრავი სოფელი ჩაერთვება ამ სისტემაში და მოხდება ონლაინ გაყიდვები ტელეფონი აქ არიჭერს და მობილური აქ არიჭერს. შუქი არ არის. კი არის, როგორ რა, ნაფთის ლამპა ქონდა თავის დროზე ჩვენ. და მაგეთი გავდიოდით, მაგრამ ეხლა ხო 21 საუკუნეა რა. კი გვაქვს აღერ ზის ბატარეები გვაქვს. ზის ბატარეებით სინათლეს ვღებულობთ, მაგრამ მარტო სინათლე ხო არ უნდა ადამიანს. აი ასეთი გაჭირვება გაქვს ამ სოფელში. გზის პრობლემაც ხშირად გვაქვს ხოლმე, როდესაც არა გვიადდება გაზაფხულზე, როდესაც თოვლი დნება, ხშირია პრობლემები გზის მხრიდან, მაგრამ უმთავრესი პრობლემა მაინც არის მithumetet ჩვენთვის ახალგაზრდისთვის და მთლიანად ხეობისთვის ზემოთ შუა ფხოზზე ეს არის კავშირგამოვლების არ ქონა. მიმართავ პრემიერ-მინისტრს თხოვნით, ასევე მთის საბჭოს წევრებს, ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომ იქნებ როგორმე მოგვიგვალონ ეს პრობლემა დაგვეხმარონ სოფელს რომ გადაიჭეს ეს უმთავრესი პრობლემა რაც აქვს ხეობას დღევანდელ დღეს. ძალიან საინტერესო სიუჟეტი იყო, მინდა პირველ რიგში ბატონ შალვას მიმართო. ბატონ შალვა, გამარჯობათ, გესმით ჩვენი? დიახ, მესმის გამარჯობათ. გამარჯობათ, მოგესალმებით. დიდი მადლობა, დიდი მადლობა რომ იღებთ თქვენ ტელემოყოლებას. დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონო შალვა, თქვენ რა თქმა უნდა იცით ამ პრობლემების შესახებ, რომელიც ეხება გზას, კავშირგაბმულობას, ელექტროენერგიას. მოდით ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემით დავიწყოთ. სოფელს არ აქვს ელექტროენერგია. როგორ მოხდა რომ ამდენი ხნის განმავლობაში დენი არ არსებობს? თითქმის 20 წელია როგორც მე შემატყობინეს. რეალურად არის დიდი ხანი არის რაც რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ აქვს სოფელ მუქოზძევით ასეთი სოფელი არსებობს ელექტროენერგია არ აქვს ხალხს არსებობენ ეგრეთ წოდებული მზის ბატარეებით ეს ვიცით ბატონო შალვა და როგორ ფიქრობთ სად არის გასაღები პრობლემისა 20 წელია 21 საუკუნეა როგორც სიუჟეტში ითქვა და არ არის დენი რითი ახსნით ამას ეხლა მედია სახსნა არის იმიტომ რომ ვისაც უნახია უკანაფშავის გზა და ის წყალჭალა სადაც აი კომუნისტების დროს იქ გზაც იყო შუქებიც იყო ტელეფონი რა თქმა უნდა მაშინაც არ ყოფილა მაგრამ ეს გზა არასწორად იყო მაშინვე დაგეგმილი და დაპროექტებული რა წყლის არაგვის გასწორებ მიდიოდა ეს გზა და მიდის დღესაც და ყოველ გაზაფხულზე ეხლა დღესაც დიდი პრობლემები არის უკანაფშავის გზაზე.
იქ არც გზას აჩერებს ეს არაგვი, ადიდებული არაგვი და არც რა თქმა უნდა არ გააჩერებს არც ელექტრობოძებს, რომ იქ შუქი იყოს. ანუ თქვენ ბატონშალად უკაცრავად რო გაწყვეტინეთ, მაგრამ ესეთ სურათს ხატავთ, რომ ალბათ ამის გამო შეუძლებელი იქნება, ოდესმე რომ არის ალტერნატიული გზა არის ახლა, სხვათაშორის იყო ამაზე ლაპარაკი ცოტა ხნის წინ მუნიციპალიტეტში ბატონ გიდო ჩოხელთან დათბირზე, რომ აუცილებლად მოინახება ალტერნატიული გზა იმისა, რომ ეს გზა აიწიოს 20 მეტრით მაღლა. იმიტომ რომ ეს არაგვის გასწვრივ არ უნდა იყოს, მაგრამ ეს მოითხოვს ძალიან დიდ თანხებს. გაზაფხულზე იყვნენ მოსვლები პროექტანტები და ეს ნახეს დააპროექტეს და სადღაცა მილიონამდე უწევს, რომ რაღაცა გზის ნაწილი გაკეთდეს. მაგრამ ეს მოითხოვს დიდ თანხებს, როგორც მოგახსენეთ და რა თქმა უნდა მარტო ეს მესმის ბატონო შალვა, მაგრამ მუნიციპალიტეტს თქვა ცენტრალური მთავრობისგან არასოდეს არ მოუთხოვია, რაც არ უნდა დიდ თანხებს ითხოვდეს. ახლა პრინციპში მთავრობის მოვალეობა არის, რომ რაც არ უნდა იყოს, გზა გაყვანილი იყოს, არა? ხო, არა, რა თქმა უნდა თქვენ სწორი ბრძანდებით, მაგრამ როგორც გითხარით, ძალიან ეს გზა არის ახლიდან დასაპროექტებელი. ახლიდან ის შეიძლება არც იმან არ გაამართლოს, რომ 20 მეტრით აწევა მუშველოს იქ ყველგან. არის ასეთი ციხე-გორას გორი არსებობს ასეთი, სადაც მე 3 წელიწადია რაც გამგებლის წარმომადგენელი ვარ და აი ამ საკითხს ვამყენებ, რომ ეს გზა გავიდეს იმ ციხე-გორაზე, რომელიც რეალურად ხელს შეუწყობს იმას, რომ არაგვი უკვე ვეღარ დაანგრევს, ვეღარ გააფუჭებს იმ გზას. ბატონო, დაახლოებით თუ წარმოგიდგენიათ, თქვა ეს თქვენი გეგმა, რომელიც ძალიან კარგად ჟღერს, რამდენად განხორციელებადია, რამდენ ხანში საკითხი დადგა, გასაგებია, ჩვენც ახლა ვაშუქებთ, მივადევნებთ ამას, მაგრამ თქვენ ადგილობრივი მთავრობა, ასე ვთქვათ, რას ფიქრობთ, რამდენი ხანი შეიძლება წაიღოს ამ პრობლემამ? აი ახლა მე რამდენადაც ვიცი და როგორც ჩვენი ხელმძღვანელობისგან ვიცი, მივლინებული იქნებიან ცოტა ხანში გეოლოგების ჯგუფი, რომლებიც შეისწავლიან ადგილობრივ მდგომარეობას იქ, სადაც მე ვლაპარაკობ, აი ციხე-გორაზე და გაკეთება შესაბამისი პროექტი, რომ ეს გზა ერთხელ სამუდამოდ გაკეთდეს და აღარ იყოს პრობლემები, რაც დღეს ხალხს გააჩნია. გასაგებია. ანუ ბატონო შალვა, შემიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით არ ვიცით რა პერიოდი დაჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ძალიან რა თქმა უნდა დამოკიდებული არის იმ ჯგუფის მუშაობას, გეოლოგიური ჯგუფის მუშაობას და შემდგომში პროექტის უნდაო დაფინანსებას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩართვაზე, საინტერესო ინფორმაცია რომ მოგვაწოდეთ, გემშვიდობებით, დიდი მადლობა და ეხლა პირდაპირ მინდა ქალბატონ ხატიასთან გადავიდე. ქალბატონ ხატია, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოხვედით ამ საინტერესო თემაზე ფაქტობრივად რომ თქვენი კომენტარი გააკეთოთ. თქვენ მოისმინეთ პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლებიდან, ასევე სიუჟეტი ნახეთ. თქვენი მხრიდან იგეგმება თუ არა რამე, რომ ამ სოფლებს კონკრეტულად მოუგვარდეთ კავშირგაბმულობის პრობლემა. კავშირგაბმულობაზეა ხამ შემთხვევაში ლაპარაკი, ხო? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ამ თვალსაზრისით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჯერ კიდევ 2014 წელს გამოიტანა რადიოსიხშირული სპექტრი აუქციონზე და კომპანია ბილაინი გახდა გამარჯვებული და მან მიიღო მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურებების მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტის დასთან ერთად ქვეყანაში შესაბამისი რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზია, რომლის სალიცენზიო პირობათაც განისაზღვრა გარდა მისთვის მომხიბვლელი და საინტერესო მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიული ერთეულებისა 5000 მაცხოვრებელი და 5000-ზე ნაკლები მაცხოვრებელის სოფლებში და დაბებში, ასე ვთქვათ, ამ მომსახურების დანერგვის ვალდებულება დაეკისრა. 5000-ის ქვემოთ თუ არის რაიმე კონკრეტული ციფრი, ანუ 5000-ის ქვემოთ რაც არ უნდა იყოს, ერთი ადამიანის რომ ცხოვრობდეს? ეს საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო კომპანიისთვის. მან მხოლოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაში გადაიხადა 52 მილიონამდე. გარდა ამისა, საოპერაციო ხარჯი ჰქონდა კომპანიას გასაწევით, საკმაოდ დიდი,
რაც დაახლოებით 200 მილიონს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, კომისიამ, ასე ვთქვათ, გარკვეული შეღავათი დაუწესა კომპანიას და 1 წლის თავზე მას ჰქონდა ვალდებულება, რომ აი ესეთი სოფლების, სადაც 5000 და ნაკლები მოსახლეა, 30% დაეფარა მაღალი სისწრაფიანი ინტერნეტი. ანუ ეს რაღაცნაირად გაწერილია ეს დაფარვის გრაფიკი? ეს გაწერილია ეს გრაფიკი, შემდეგ წელს 2 წლის თავზე მას ჰქონდა ვალდებულება, აქვს ვალდებულება 50% აითვისოს ესეთი სოფლების, 3 წლის თავზე 70% და 4 წლის თავზე, ანუ 2020 წლის 1 თებერვლისთვის ის ვალდებულია 90% აითვისოს. ჩაგეკითხებით აქ ამ შემთხვევაში მონიტორინგი თუ განხორციელდა და 2015 წელს თქვა აღებული ვალდებულებები კომპანიამ შეასრულა თუ რამე ხარვეზები არსებობს? მოგახსენებთ ამასაც, საქართველოში ესეთი სოფლების რაოდენობა არის 3407. 3407. და აქედან დღეს უკვე 553 სოფელში ხელმისაწვდომია მაღალ სისწრაფიანი. ანუ პასუხი კითხვაზე 2015-ში რაც დასაფარი იყო, დაფარული არის? დიახ, ეს ვალდებულება არის შესრულებული. გარდა კომპანია Beeline-ისა, Macticom-მა და Geocell-მაც დანერგა მეოთხე თაობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და მათი ლიცენზიის მოდიფიცირების დროს სწორად იგივე ვალდებულება ჩაიდო. უბრალოდ კომისია ეტაპობრივად ახორციელებს მონიტორინგს და დღეს მე მაქვს კომპანია Beeline-ის მონაცემები, თუმცა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს კომპანიებიც ასრულებენ თავის ვალდებულებას და მარეგულირებელი კომისია აუცილებლად შეამოწმებს ამ ორ კომპანიასაც. გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილია ეს პრობლემა, თუშეთის პრობლემა და შავის უკაცრავად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამივე მობილურ ოპერატორთან, რომ პრიორიტეტულ სოფლებად მიიჩნიონ ესენი იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი წლის განმავლობაში აქ მუდმივად იყო პრობლემური. საინტერესოა უკაცრავად დიდი ბოდიში რო გაწყვეტინებთ, რომ არ დამავიწყდეს. რაიმე თვითონ კომპანიებმა შემოგთავაზეს რაიმე პრიორიტეტული, ასე ვთქვათ, გეოგრაფიული გავრცელება, თუ თქვენ დაუდგინეთ, რომ არა, ჩვენ დავუდგინეთ ვალდებულება, რომ აი პროცენტული მაჩვენებლებით უნდა მოეცვათ. იმდენად დიდი ინვესტიციებია განსახორციელებელი ამ ინფრასტრუქტურის ასაგებად, რომ არ შეიძლება მყისიერად ოპერატორს, კერძო კომპანიას დააკისრო ამხელა ვალდებულებები და განუსაზღვრო, ასე ვთქვათ, დაფარვის კონკრეტული წერტილები. ის თითოეული ოპერატორი თავისი ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე აწყობს თავის საოპერაციო ასე ვთქვათ გეგმებს და შესაბამისად მიყვება იმ გრაფიკს. ანუ მაყურებელს რო შევახსენოთ ახლა ესე იგი საბოლოო ჯამში როდისთვის იგეგმება თუნდაც 90% მთელი საქართველოს დაფარვისა სამივე კომპანიის 2020 წლისთვის. ანუ 2015 წლის 2016 წლის უკაცრავად 1 თებერვლისთვის 30% არის მოცული. 2017 წლის 1 თებერვლისთვის უკვე 50% იქნება მოცული. 2018 წელს იქნება 70% და 2020 წლისთვის იქნება 90% მოცული. გარდა ამისა, მარეგულირებელმა კომისიამ ახლა კიდევ გამოიტანა რადიოსიხშირული სპექტრი აუქციონზე. მოგეხსენებათ, ჩვენ გადავედით ციფრულ მაუწყებლობაზე და ანალოგურ დიაპაზონებში დაკავებული სიხშირეები განთავისუფლდა სწორედ ელექტრონულ საკომუნიკაციო სერვისებისთვის და აი 13 მაისს სრულდება საბუთების მიღება 160 მილიონის საწყისი ღირებულების სიხშირული სპექტრია გამოტანილი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ოპერატორები უკვე გამოხატავენ, ასე ვთქვათ, ინტერესს ამ აუქციონში მონაწილეობის თაობაზე, შესაბამისად კიდევ მეტი რესურსი იქნება მათ მფლობელობაში, რაც გაამარტივებს ამ ზონების მოცვას და რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა ისარგებლებს ფართოზოლოვანი მომსახურებებით. ეს არა მარტო მოსახლეობას შორის კომუნიკაციისთვის არის, კომუნიკაციის საშუალება არის, არამედ მსოფლიო ბანკის კვლევა არსებობს, რომ ფართოზოლოვანი სერვისების განვითარება ქვეყანაში უწყობს ქვეყნის, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ ზრდას წელიწადში 1.5%. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რაც ნამდვილად არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით 21 საუკუნეში ასეთი კომუნიკაციის გარეშე შორს ფუნდამენტური უფლება ყველა მომხმარებლის. ძალიან სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა ასე სრულყოფილად მოგვაწოდეთ ინფორმაცია. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის და მონაწილეობის მიღებისთვის გადაცემაში. ჩვენ ახლა ცოტა ხნით ჭრა გვექნება.
არ გადართოთ, იმიტომ რომ შემდეგ საინტერესო თემით გიბრუნდებით, თემით, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გვეხება, ეს არის საკვების უსაფრთხოება. გელოდებით ისევ ეთერში.